არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. CSKO-ს უკვე გადაეცა მომრჩეულთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ მომზადებული ერთიანი სიები. დღეიდან კი მომდევნო კვირის განმავლობაში CSKO კვალიფიციური სუბიექტების დარეგისტრირებას დაიწყებს. ნინო სამყურაშვილი განაგზობს საუბარს. ნინო, რამდენი პოლიტიკური პარტიაა წარდგენილი ამ დროისთვის განაცხადით CSKO-ში? ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი უკვე წარდგენილი აქვს 33 პოლიტიკურ პარტიას, აქედან 5 პარტია ოფიციალურად დარეგისტრირებულია. ეს პარტიები არის ახალი მემარჯვენეები, მერაბ კოსტავა საზოგადოება, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, კახა კუკავა თავისუფალი საქართველო და საქართველოს კონსერვატიული პარტია. ასევე პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც ყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, შეუძლიათ რომ დაარეგისტრირდნენ და დარეგისტრირებისათვის აქვთ კიდევ დღეის ჩათვლით 4 დღე დარჩენილი, ანუ 5 აგვისტოს 18 საათზე ამოიწურება მათთვის დარეგისტრირებასვა და იგივე ვრცელდება დამოუკიდებელ კანდიდატებზე, ანუ ვინც უპარტიოდ აპირებს რომ მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ასევე დღეიდან უკვე შეუძლიათ რომ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც არ ყავთ პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, ეს ვადა უკვე 1 აგვისტოსთვის დამთავრდა, ამ დადგენის ვადა, ხოლო მათ ვისაც ყავთ და ასევე მაჟორიტარი კანდიდატებს შეუძლიათ საარჩევნო კომისიას მიმართონ 5 აგვისტოს 18 საათამდე რეგისტრაციის თაობაზე. საკმარისი დრო და რესურსები ქონდა იმისათვის, რომ მომზადებულიყავით და ვფიქრობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატაროს კიდევ იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 2010 წლის არჩევნები. ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ბოლო ვადა განცხადების მიმართვის არის 21 სექტემბერი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბრის დღის 6 საათამდე, 18 საათამდე. რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, მათ დაკვირვების მიზნით უნდა შემოიტანონ განაცხადი და მიუთითონ თუ სადა რომ ოლქებში დაკვირვება, აუცილებელია წარმოადგინონ თავიანთი სანაფუძემლო დოკუმენტი და ამ დოკუმენტში ასევე აუცილებელია მითითებული იყოს, რომ მათ აქვთ უფლება არჩევნებზე მონიტორინგის, ან მათი ერთ-ერთი საქმიანობის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ამ დროისათვის ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ დარეგისტრირებულან, თუმცა აპირებენ რომ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგი გაუწიონ. ესენი იქნებიან სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ასევე ახალი თაობა, ახალი ინიციატივა. ისინი არჩევნებს მონიტორინგს გაუწევენ წინა საარჩევნო პერიოდში, არჩევნების შემდგომ პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს და მათი დამკვირვებლები მთელ საქართველოში იმუშავებენ. ჩვენ არჩევნებს დავაკვირდებით სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დავაკვირდებით თბილისში, ასევე ჩვენ გვაქვს რეგიონული ოფისები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებოდით რეგიონებში არჩევნებს და ბუნებრივია გავაგრძელებთ და დავაკვირდებით. ჩვენ მქონდა რაღაც შიდა მოსამზადებელი სამუშაოები და უკვე გადავწყვიტეთ რომ ოლქებში ვაკვირდებით არჩევნებს. სამართლიანი არჩევნები წინა საარჩევნო მონიტორინგს განვახორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა საარჩევნო ოლქში. ასევე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს ჩვენ ორგანიზაციას ექნება ყველაზე ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისია და შესაბამისად ჩვენ ასევე დავაკვირდებით არჩევნების დღის შემდგომ პროცედურებს ასევე ყველა საარჩევნო ოლქში. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე დააკვირდება წინა საარჩევნო პერიოდს. საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყება დღეიდან ოფიციალურად, ისევე როგორც საარჩევნო დღეს და შემდგომ პერიოდებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ დღის მეორე ნახევარში გაიმართება CSKO-ს პირველი სხდომა და სწორედ ამ სხდომაზე განისაზღვრება ის მთავარი საარჩევნო კალენდარი და დეტალები თუ როგორ იმუშავებს 2 თვის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია. მადლობთ, ეს ნინო სამყურაშვილი იყო. საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო